გამარჯობა. დილა მშვიდობისა, მიხარია რომ ამოხვედით კოჯორში დილას ერთად გავატარებთ თან უფრო გრილა ვიდრე ქალაქში და ვეცდები საუსმითაც გასიამოვნოთ. მობრძანდით. კოჯორს არაფერი ჯობია მართლა. მოდით და ნახავთ თქვენ თვითონ. აივანზე გავიდეთ. ეს ლუკაა. აქ ერთ-ერთი ბინადარია. ყველაზე ძალიან რაც მომწონს, ცოტა ძელს გავს აქაურობა. ანუ ეს შეიძლება სავარჯიშოთაც გამოიყენო. თბილისში ჩაუსვლელად შეინარჩუნო ფორმა, გაიწელო ახლა ფეხებს არ ავყრი, მაგრამ კარგი ძელის ვარიანტია. რა სიტყვით? ბალეტი მოიცავს მთლიანად ჩემი ცხოვრების 90%-ს მინიმუმ, ისევე როგორც დღის განრიგსაც. მაგრამ გარდა ამისა, სხვა შეძენილი ჩემ და საამაყოთ პროფესიებიც, რა თქმა უნდა, საათებს იკავებს და მონდომებას, შრომას და ასე შემდეგ. თბილისის თანამედროვე ბალეტის დაარსების შემდეგ, რომლის სოლისტიც გავხდი სულ ახლახანს, უკვე დასი მუშაობს, ახალი სპექტაკლიც მზადდება და არის ინტენსიური ვარჯიში და პლუს რეპეტიციები. გარდა ამისა, ჩვენი დილაც ეთერშია ცხელი ზაფხულია მით უფრო და აქტიური ზაფხული გამოგვივიდა ბევრად უფრო ვიდრე შეიძლება წინა სეზონები. ასევე მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიაში პედაგოგი ვარ და პატარა ბავშვებს ბალეტს ვასწავლი. გარდა ამისა, არის ბევრი გადაღება, კლიპი იქნება თუ სარეკლამო კამპანიები და ფოტოგადაღებები, ფოტოპროექტები, რაც ყოველთვის მაინტერესებდა და ათწლეულებია ამ საქმესაც ვაკეთებ. ეს ყველაფერი ესე მარტივად ჩამოვთვალე, მაგრამ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ დღეში რამდენ გაჩერებას ვაკეთებ, რამდენ სამსახურში და ჩემი მეგობრები სულ მეჩხუბებიან, რომ არ ვიკვებები სწორად. ერთ-ერთი რომელიც აქ იმყოფება, ალბათ სპეციალურად იმიტომ მოხვედი, რომ ძალით კარგი საუზმე შენი თანდასწრებით ვიგემო და იმედია გამომივა. აი ესე ხმამაღლა არ ვამბობ ხოლმე, მაგრამ მაქვს ჩვევა, რომ მე საუზმის გარეშე არ შემიძლია. ამდენ რამეს ვერ გავაკეთებდი. გონიათ, რომ უჭმელი ვაკეთებ ამ ყველაფერს, მაგრამ არა, დილით პატარა საუზმე მაინც ჩემი მეგობარია. წავიდეთ. რადგან მე მიყვარს კვერცხი, ზოგს ძალიან არ უყვარს, მაგრამ მე მიყვარს კვერცხი და არ მიყვარს ბოსტნეული და არ მიყვარს ხილი, თუმცა კვერცხთან ერთად შეზავებული ვიტამინების ეს კარგი სატყუარა შეიძლება იყოს, გულისხმობ ბულგარულ წიწაკას, სხვადასხვა ფერის, იმიტომ რომ იგივე თვალს გაუხარდეს და ლამაზი ასეთი თებში გამოგვივიდეს. და ვისაც არ უყვარს შემწვარი კვერცხი, როგორცაც მე გაჩვენებთ, როგორ ვამზადებ, შეგვიძლია მოხარშული კვერცხით შევთავაზოთ. თან ყვავილის კვერცხი დავარქვათ, რადგანაც თქვენ უკვე სურათს როცა იხილავთ, ნახავთ როგორი ყვავილისებრი სილამაზე ფერები გამოვა. ზოგი ძალიან ისეთი ოსტატია, რომ ესე დაარტყავს და მე რაღაც თითით აკეთებს, მაგრამ ეხლა ძალიან თავი გამოვიდე რა. მაგრამ ჩაჯდა. ასე, აუ რა მაგარია. მეორენაირი კვერცხს რაც შეეხება, მოხარშული უნდა იყოს სრულად, რადგან მისი გულისგან და მაიონეზისგან და ამ შემთხვევაში შერეული სუნელისგან, რადგან უფრო მრავალფეროვანი გემო დაგვიტოვოს, გავაკეთებთ შიგ თავს. ბეკონიც შევწვათ და ძირითადად არ ჭირდება, იმიტომ საკმაოდ ცხიმიანია და თვითონვე გამოყოფს, ტაფაზე შეგიძლიათ არც არაფერი დაასხათ. დავდოთ ტაფაზე და თავისით მიიღებს რახვეულ ფორმას, რომელიც შემდგომში უკვე კნაწუნა გახდება. დედა ჩემი დავწინე.
გადასარევია. გულით და მაიონეზით რაც გავაკეთე ამოსაუსები, ცილას ვტენი ისევ. გავსინჯოთ კვერცხი და ბოსტნეული. მორთუშული ბოსტნეული მიყვარს. ლუკა გასინჯა? კაღე? კაია? ხო კაია. ფიქრობ?